მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც სახელი გიორგი ძალიან უყვართ გიორგი მიქაუტაძის დატოვებულ დინასტიას ამ ქალაქში აგრძელებენ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი და ჩვენ ამ ვიდეოთი ვაპირებთ მოგიყვეთ თუ როგორ ურთულდებიან ქართულის დატოვებულ სახელს. ქართველები მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურვას, გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი ახლა პირველ რიგში უნდა ქნათ ჩაუჯგით გემლელად მოკალათით გიორგები GeoTeam-ის YouTube არხზე გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის ფრანგული ისტორია. წავედით. შენი ახმოხოდრის ისტორია. თავიდან ამ საერთოდ მეჩი როგორ მოხდი, იმიტომ რომ მე რაც ვიცი იყო რაც ვარიანტები, თუნდაც იქ ესპანეთიდან საიდანაც წამოხვედი. კარგი სეზონის შედეგ ესე რო ვთქვათ რა. ჯერ მოგესალმებით ყველას. როგორ მოხდი აქ ისტორია? ვისვენებდი ესპანეთში და რაღაც ლაპარაკები იყო ესპანეთის გუნდებთან. მაგრამ ესპანეთში ზოგადად ისე ხდება ხოლმე რომ წელავენ ბოლომდე ყველა ისვენებს და ზოგადად ისეთი ხალხია მოწონთ დასვენება და ცოტა გვიან იწყებენ მუშაობას. და ამ მომენტში მეცი გამოჩნდა, მეცი იყო სანამ გრანადაში გადავიდოდი, მქონდა, მაგრამ ავირჩიე გრანადა მაგ პერიოდში. და ალბათ მაპირდებოდნენ ის სეზონი, როცა ვიყავი გრანადაში და ისევ დაურეკეს მამუკა ჯოელს და ეგრევე დადეს კონტრაქტი და გითხრეს რომ აი 3 დღე გაქვთ რომ ან თქვა კიო ან არაო და ლიგა 1-ის გუნდი იყო ეხლა როგორ უნდა მეთქვა უარი ესპანელებსაც უთხარით რომ ეს იყო ელჩე თუ ორცდები ხო? კი, იყო რაღაც ლაპარაკები, კონკრეტული ისეთი მთლად არაფერი, მაგრამ იყო შეხვედრები რაღაცები და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ არ დაგვეკარგა ეს შანსი და აღმოჩნდი ლიგა 1-ში. იმ მომენტში მეცი იყო ერთ-ერთი რეალური ვარიანტი? რაღაცები იყო, მაგრამ არ იყო ტოპ 5 ლიგის გუნდები. კონკრეტული ყველაზე და ყველაზე აი ისეთი აქტიური მოლაპარაკებაში მეცი იყო და მაგიტომაც ავირჩიეთ მეცი. ამ შეთვის გადაწყვეტილ იმას ქონდა რომ მეც მანამდეც უნდოდი და კი, თან შინიდან უკეთესად ვიცოდი რა ხდებოდა გუნდში, როგორი მუშაობდნენ. იმიტომ რომ მიქაუტაძე ყავდა, ვისაც დაურეკე და შევეკითხე ყველაფერი. და ცოტა რთულია თან განათხოვრებით რომ მიდიხარ, თან სულ რო იცვლი ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პატარა დეტალები გუნდში როგორ მუშაობენ და როგორი სისტემა აქვთ, როგორი გეგმა აქვს სეზონის, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია და ეგ ყველაფერი რომ მომეწონა, მაშინ გადავწყვიტე და გადავედი ეგრევე. მიქაუტამ რა გითხრა? აი რა გითხრა ლაპარაკში? ზოგადად რას მეტყოდა პოზიტიური სეზონი მქონდა აქ ისეთი რომ აქედან დაიწყო მაგის კარიერა შეიძლება ეგრე ითქვას აქ დაიწყო მაგან აკანახა თავის თავი და ზოგადად როცა გუნდში კარგად ხარ სადაც არ უნდა იყო სულ იტყვი კარგი არის და ყველაფერი კარგი მითხრა და აღმოჩნდაც ეგრეც ანუ მართლა კარგია შიგნით გუნდში ვინც მუშაობს სტაფი ყველა მენეჯმენტი ყველა ანუ ძალიან კარგად ვექცევიან ქართველებს მე და აბუს და კიდევ ვიცი რომ აკვირდებიან ზოგადად საქართველოს მარკეტს რა. ბატონო აი შენ თქვი რომ იჯარა ხშირად მოგიწია გუნდების შეცვლა და ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. აი ეს ფსიქოლოგიურად აი შენზე რა გავლენას ახდენს შენზე როგორც ფეხბურთელზე კონკრეტულად გიორგი წიტაიშვილზე რომ ფეხბურთელზე აი ყოველ წელს ახალმა გუნდმა აალაგე, ჩაბარგდი, წადი, წამოდი, აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელმა თავიგრძნოს რაღაც გრძელვადიან პროექტში სადღაც ერთ ადგილას. ალბათ ვისაც ნათამაშები აქვს თან განათხოვრებით წასულა სადმე ეცოდინება ეს როგორი ძნობაა როცა განათხოვრებით ხარ, იმიტომ რომ ზოგადად რთულია რომ იყო პირველი ნომერი, იმიტომ რომ გუნდს ყავს თავის ფეხბურთელები, ვისაც ზის და მაგის გამო როცა გადიხარ მინდორზე, სულ ანუ
ისეთ რეჟიმში ხარ, რომ უნდა დაამტკიცო, რამე თუ შეცდომა დაუშვი, შეიძლება ყველაფერი დატრიალდეს და უკვე არ ითამაშო, აი ისეთი მეებში ხარ, სულ ფიქრობ რაღაცეებზე და რთულია, იმიტომ რომ ადაპტაცია უნდა გაიარო, სხვა ქვეყანა არის, ენა სხვა არის, საჭმელი სხვა არის. მარტო რო ვიყო კიდე არაუშავს, მაგრამ ოჯახიც ყავს, რომელსაც უცლი ყველაფერს, ახალი საავადმყოფო უნდა იპოვო, ახალი ექიმი უნდა იპოვო, ყველაფერი ახალი და ზოგადად რთული პროცესია და 5 წელი ალბათ სადღაც, შეიძლება 6 წელი დავდივარ განათხოვებით ყოველ წელს ვიცვლი ან ქალაქს ან ქვეყანას. და იმედია ამ სეზონის მერე უკვე დავლაგდები და მოვაწერ გრძელვადიან კონტრაქტს, სადაც მეცოდინება, რომ ვარ გუნდის პროექტში, სისტემაში და მიყურებენ როგორც გრძელვადიან პროექტს. ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ამ წამს, ამ სეზონის შემდეგ გიორგი წიტაშვილს შეიძლება რომ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს გუნდთან. კი, როგორც აი მაგ პროცესმა დაგღალა? კი, როგორც იქნა ახლა თავისუფალი ვარ, თან ამ პერიოდში როცა ომი იყო და ყოველ წელს თავდებოდა ჩემი კონტრაქტი სადღაც რო ვიყავი გუნდში, სულ მიწევდა, არ ვიცოდი რა კანონი გამოდიოდა შემეძლება ისევ წავიდე განათხოვებით თუ არა და სულ ისეთი მეებში ვიყავი, რომ შეიძლება დავბრუნდე ისევ უკან და იქაც გასაგებია ხა გუნდი ახალ კონტრაქტს მომაწერინებდა, ან თუ არ მომაწერდი, რაღაცა პრობლემები მექნებოდა და რთული იყო, მაგრამ როგორც იქნა, გავიდა ეგ დრო და ამ ზაფხულში უკვე თავისუფალი აგენტი ვარ და იმედია კარგად შევანსავირჩევ, რომ მეც დავვაგდე და ვანახო ჩემი მთლიანი პოტენციალი, იმიტომ რომ როცა განათხოვებით ხარ, ისე ვიტყვი რთულია გუნდის არჩევა, იმიტომ რომ გუნდები, რომელსაც ჭირდება ფეხბურთელი განათხოვრებით, ან პოზიციაზე სასწრაფოდ ჭირდება ფეხბურთელი, ან ბიუჯეტის გამო ვერ ყიდულობს და სულ ისეთ ანუ ვერ ირჩევ რა, არჩევანი დიდი არ გაქვს ხოლმე, იმიტომ განათხოვრებით რთულია ზოგადად. არავის არ აინტერესებს როგორც ბიზნესი ფეხბურთელი განათხოვრებით. მეც შემოხვედრის ისტორია საიდან იწყება? აი, იმიტომ რომ ვიცი რომ მეცამდე იყო სხვა როგორც ფრანგული, ასე უცხოური გუნდების ინტერესი და საერთოდ მეცე გაკეთე არჩევანი. კი, იყო რამოდენიმე სხვა შემოთავაზებაც, კარგი ევროპული კლუბებიდან, თუმცა რაც შეეხება აქ მოხვედრის ისტორიას, ვფიქრობ იწყება ეს ევროპის ჩემპიონატიდან, სადაც საფრანგეთს გაუტანე გოლი, შემდეგ ასისტიც იყო. და შემდეგ უკვე მამუკამ დამირეკა, მამუკა ჯუღელმა და მითხრა მეცის შესახებ და მეც და დამარწმუნა რომ აქ წამოსულიყავი, იმიტომ რომ ამის ყველაზე დიდი მიზეზი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი ის იყო, რომ ლიგა 1-ში დაწინაურდა მეცი და ლიგა 1-ში შესახებ ახლა ყველა მიცის, ნახევარ დონის ჩემპიონატი არის, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რა და დანარჩენ ფაქტორებს რაც შეეხება, ასევე იყო წიტას მიზეზიც, წიტა ჩემამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა აქ, ეს უკვე ვიცოდი და ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო რა, რომ აქ წამოსულიყავ. წიტაზე გამახვილ ყურადღება რომ აქ დაგხვდებოდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სხვა იყო, რომ შენი პირველი ევროპული მოგზაურობა პორტუგალიაში წარუმატებლად დასრულდა. არა, სხვა შორის ხა ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, უბრალოდ როცა გავიგე რომ ერთი ქართველი უკვე აქ იყო ჩამოსული, ძალიან გამიხარდა და უკვე ჩემი ამბავიც წყდებოდა. ძალიან მიხარდა, იმიტომ რომ ორი ქართველი ერთად ძალიან მაგარია უკვე რა. და რა შეიძლება ისწავლო? ან ამ 4 თვეში მეორე ქართველისგან თუ მიიღე რაღაც ისეთი რაღაც შეიძლება გიგი აბუშვილი განავითარა რაღაც ზონეზე. ზოგადად პირველს იმას აღნიშნავ, რომ ადაპტაცია ძალიან გიადვილდება, ძალიან მარტივია ეს პროცესი, როცა მეორე ქართველის გვერდში ყავს და მით უმეტეს ეხა წიტა ძალიან პროფესიონალი არის და ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფეხბურთის და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან რა. მოულოდნელობები და სირთულეები რა დაგვხვდა? ну სირთულეებს რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატიდან ჩამოვედი ხა დონეებს შორის არის სხვაობა რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხვა ტემპი არის აქ სხვა ფიზიკური მომზადება არის თუმცა ვფიქრობ რომ უკვე კარგად გრძნობ თავს რა ამ კომპონენტში და ადვილად გავიარე ამაშიც ადაპტაცია და მოულოდნელობა
მოულოდნელობა ესე შეიძლება გაგაკვირვა სიმართლე რო გითხრა ეხლა ვიცოდი რა დონის ჩემპიონატიც იყო და რა დონის ფეხბურთელები და გუნდები თამაშობენ ამ ჩემპიონატში და მოულოდნელობა ესეთი არ მქონია რა აბუ მე მინდა ვილაპარაკოთ იმ პირველ ევროპულ გადაწყვეტილებაზე პორტუში სანამ აქეთ ჩაწერას დავიწყებით ვილაპარაკოთ რომ პორტუზე როგორ უნდა თქვა უარი აი ეგ მინდა გაიხსენო შენს და ის ადაუში შეცდომა შენ ბრალეულობას თუ ხედავ სხვის ბრალეულობას აი ეგ ყოველთვის საინტერესო მოსასმენია რა ზოგადად რაღაცეები არ გამოგვდის ყოველთვის ბოლომდე ჩვენ თავს არ ვადანაშაულებთ ამ ნებისმიერ სიტუაციაში და მე მეტყვი შენი შეხედულებით პორტუგალიაში ჩავარდნილი ის წლები ვისი ბრალი იყო რისი ბრალი იყო ხონო ესე ბრალეულობას ვერავის ვერ დავაბრალებ და არც არასდროს არაფერს არ ვაბრალებ ყოველთვის რაღაც შეცდომა თუ არის ან რაღაც მოხდება ყოველთვის პირველი ჩემ თავში ვეძებ შეცდომას თუმცა ვიტყვი იმას რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავ პატარა ვიყავი 18 წლის ვიყავი როცა წავედი და გამოცდილებაც არ მქონდა შესაბამისად ძალიან დიდი კლუბისგან მქონდა შემოთავაზება და უარი არ თქვი და რო გითხრა ნანოფთქო მოგატყვევ იმიტომ რომ ძალიან დიდი კლუბი იყო და იმ მომენტში და ყოველთვის ვჯერა ჩემი თავის და იმ მომენტში ვჯეროდა და ვფიქრობდი რომ უფრო სხვანაირად განვითარდებოდა რა იქ კარიერა მაგრამ ესე არ მოხდა თუმცა ბევრი რამე ვისწავლე ამ გამოცდილებიდან და ეხლა ვფიქრობ რომ საჩემოდ გამოვიყენო ხოლმე ეს ყველაფერი ყოველთვის საინტერესოა ცუდი პერიოდიდან რა ვსწავლობთ და შენ თუ არ ვნანოფო იმიტომ რომ რაღაცები ვისწავლეო აი ამ ცუდი პერიოდიდან რა ისწავლე და რამდენად სახეცვლილი გიგი აბუაშვილი დაბრუნდა მე უკვე საქართველოში პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა იქ მიღებული გამოცდილება და უფრო ისე უზნობ თავს რომ მზად ვარ სხვა სირთულეებისთვისაც რა აბუ სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ ჩვენ მაყურებელს მინდა შევახსენოთ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი აბეღლა რომელიც სულ მუდამ ჩვენს გვერდით არის და შემდეგი კითხვა იქნება ესეთი რთულ დროში საინტერესოა რა ვსწავლობთ ადამიანები აი ამ რთულმა დრომ რომელიც სპორტოში გადაგხდა თავს რა გასწავლა პორტოში გატარებულ პერიოდს რაც შეეხება ძალიან ბევრი ვისწავლე მაგ პერიოდიდან გამოცდილებაც მივიღე ევროპული ფეხბურთის თუმცა იმ გადმოსახედიდან ფიქრობდი რომ სწორად ვაკეთებდი ყველაფერს იმ გადმოსახედიდან არ ვნანობ თუმცა ამ გადმოსახედიდან ეხლა რო ვფიქრობ რომ ფეხბურთელმა ჯერ ეროვნული ლიგა უნდა ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში და ჯობია რომ შემდეგ წავიდეს საზღვრებს გარეთ რა და რაც შეეხება თვითონ გამოცდილებას კი ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ფსიქოლოგიურადაც ყოველთვის ვცდილობ რომ ეს გამოცდილება საჩემოდ გამოვიყენო რა. აბუ შენ თქვი რომ უმჯობესია ჯერ ეროვნული ლიგა ვითამაშოთო შენ თავზეც ლაპარაკობდი და მე წავიდით უცხოეთშიო და რას გულისხმობდი? აი რას გულისხმობს თუ შეიძლება რატო შენი აზრით რაც საკუთარი გამოცდილებინა როგორ? ჩემ გამოცდილებას რაც შეეხება პირველად 2 წლის წინ ვითამაშე ეროვნული ლიგა ესე მთლიანი სეზონი თუ შეგვიძლია თქვათ და ძალიან ვიტყვი იმას რომ ძალიან დამეხმარა რა ეს ეროვნული ლიგაში მიღებული გამოცდილება რა და უფრო სხვანაირი თავდაჯერებით წამოვედი ეხლა აქ მეჩი ვიდრე თავის დროზე პორტოში რა და ფიქრობ რომ რაც არ უნდა დონეებს შორის სხვაობა იყოს უნდა ითამაშო ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ქვეყნის პირველი ჩემპიონატი არის და ძალიან გეხმარება თუნდაც იმ თავდაჯერების ამაღლებაში და ვფიქრობ რომ ძალიან დამეხმარა აქაც იქ თამაში. რა სიტუაცია გაქვს გუნდში? იმიტომ რომ სადებიუტო გოლის შემდეგ როცა დრო უნდა გაგზდო თამაშო პირიქით შეგიმცირდა და ეს დროს ყოველთვის შევა კითხვა რატო რამე ინციდენტი ხო არ ყოფილა არ ვიცი მწვრთნელთან ან გუნდში სტაფის რა პირიქით ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მწვრთნელთან ესე ყველა სტაფის წევრთან მათ ყველა გუნდში მომუშავე პერსონალთან ჩვეულებრივი ფეხბურთის ნაწილი არის ესე ვთვლი პროცესი არის და თვითონ მე ძალიან კარგად გრძნობ თავს კარგ ფორმაში ვარ და ველოდები ჩემს შანსს
და მზად ვარ ამ შანსისთვის, რომ გამოვიყენო ეს შანსი და მივიღო უფრო სათამაშო წუთები რა და რაც შეეხება თვითონ იმას, რაც შენ თქვი, რომ დრო აღარ მაქვს იმ გოლის შემდეგ, ჩვეულებრივი ნაწილი არის ფეხბურთის და ჩვეულებრივად ანუ არ ვეგუები ამ სიტუაციას და ყოველდღე მუშაობ ჩემ თავზე, რომ რაც სიტყვაზე რა მინუსი მაქვს, გავამოჯობესო რა. ბიჭო, ორივე მეჩი ხართ და თქვენ აგრძელებთ ორი გიორგი აგრძელებს კიდევ გიორგის ისტორიას აქ ქალაქში და მეტყვი თქვენაც იგრძენით თუნდაც აქ ჩავხდა ფანებიდან მალევე შეგიყვარეს ძალიან აი გიორგი მიქაუტაძეს გავლენა თუ იგრძნობა ამ ქალაქში რომ ამ ქალაქში უთამაშე კიდევ ერთ ფარტს მე დაიწყე ესე ხა ცოტა ისეთი შედეგები დაემთხვა რა ანუ წავაგეთ რაღაც თამაშები და მაგ გავლენასაც ისე ვერ უგრძნობთ რა მაგრამ ანუ ძალიან მაგრად უყვართ რა ჯორჯი და შესაბამისად ჩვენი იმედიც კიდან გამომდინარე რომ ქართველი თამაშობდა თან ესე მაგრად ჩვენი იმედი აქვს და უფრო მეც ელოდებიან რა ხო ანუ გუნდში ხა კლუბში უფრო იგრძნობა რომ მაგარ პატივს ცემენ და მაგრა უყვართ და არ ვიცი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ელოდებიან სულ როცა მოუნდება ალბათ შეუძლია დაბრუნდეს და რავი ხალხი ხა გასაგებია ყველას უყვარს და რომ გაიგეს ქართველები რომ მომდიან ინტერნეტში ბუმი იყო ალბათ რომ აი მიქაუტაძეს ავით 35 გოლს გაიტანენო მაგრამ ჯერჯერობით თითო და ჯამში თუ 35 გამოგვივა ორივეს ერთად კაი იქნება ნახოთ რა ო მაგრამ უყვართ ეგ ყველა მიცის ხა და თავიდან რო არ ვიცნობდნენ ხა როგორც ფეხბურთელებს ქუჩაში რო შეინობდი 1-2 მოვიდა და მიქაუტაძე ახსენეს რა ანუ მე არ ვიცნობდნენ ჯერ მაგრამ მიქაუტაძე ქართველი რო ვარ ამიტომ ხა რო იზახი ქართველი ხარ მეცში ეგრევე მიქაუტაძეს იხსენებდა თორე ხაღი ლიგა 1-ის მატჩის დრისთვის როგორ მზადებით თუნდაც ხალხ ძალიან მშვენიერ თამაში PSG-სთან და ნუ იმედი მაქვს ორივეს მოგიწევთ სათამაშო დრო თუმცა ზოგადად პირველი დღე ახლა ზამთრობით სათამაშო მზადება როგორია თამაშებზე და იმის ფონზე რომ რთული დასაწყისი ქონდა სეზონის როგორ მიდის რა პერიოდი რა სიტუაციაა გუნდში გუნდში ეხლა ჩაოლების სიტუაცია იმიტომ რომ მეცი ზოგადად არ არის ისეთი სტაბილური გუნდი ლიგა 1-ში იმიტომ რომ სულ ესეთი სიტუაცია უწევს როცა გადმოდის ლიგა 1-ში მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ დავასტაბილუროთ ეს სიტუაცია არა მარტივი მაგრამ არა არეული სიტუაცია რო თქვა ნეგატიური სიტუაცია ყველაფერი კარგად არის კიდე ნახევარი სეზონი დარჩა ამ PSG-ს თამაშის მერე და რა ვემზადებით ჩაოლებრივად როგორც ყველა თამაშს ვემზადებით ისე არა რამე ისეთი ხა სპეციალურად რო ვემზადებით ამ თამაშისთვის ჩაოლებრივად აგერეთ ხვალ თამაში გვაქვს ხა შეირნობთ დავასვავთ და ხვალაც მე და აბუ შევხვდებით ყავას დავლევდილით და წავალთ სტადიონში დროულად ხო კი დროულად იმედია ჩაეზინება და არ დააგვიანებს მე არ ვაგვიანებ ვარჯიშებს ვარჯიშებზე არა ჩემთან შეხვედრებზე აგვიანებს ანუ ერთად დავიხართ ვარჯიშებზე ზოგჯერ ერთად ზოგჯერ არა უმეტესად კი ერთად რა აბა შენი აზრით აი სამი თამაში რაც მოიგეთ რა ხო აი მაგან გუც მიცათო რა იმის წერა რომ გუც რა შეუძლია რაღაც თამაში კი აი მაგის თქვა მინდოდა ზუსტად რა წიტარო ლაპარაკობდა რომ მაგას ვიძახთ ანუ მიუხედავად ეხა ეს ბოლო წაგებებისა მაინც კაი განწყობაა რა გუნდში რა ესე ურთიერთობებში სასახდელში ყველასთან კარგად ვართ კარგად არიან ბიჭები ერთმანეთში და მაგ სამ გამარჯვებამ კაი გუნდებს მოუგეთ ლენს მოუგეთ 3-0 მერე ნიცას მოუგეთ ანუ 3-0 რა 3-0 მოუგეთ 3-0 თქვი აუ აი იყოს ხალხი შეიძლება ზოგმა არ ნახა და 3 ხო არ ვაკლებს ო 2-0 მოუგეთ ლენს და მაგ გამარჯვებებმა უფრო ის დიდი იმედი მოგვცა რა იმის რომ შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია რა თან ჯერ კიდე გრძელი სეზონი არის წინ და გვაქვს იმის ანუ რესურსი ხა გუნდში რომ
უკეთესობისკენ შევცვალოთ რა სიტუაცია. აი შენი როლი როგორია გუნდში? იმიტომ ბევრი ბახალი ფეხბურთელია, ვინც თუნდაც აი აბუზე ნაკრები ასაკისაა. მე ვარ ხიდი რა. რა ისე დაემთხვა რომ მოვედი აქ გუნდში, ეგრევე მითხრეს რომ როგორც გამოცდილ ფეხბურთელს მიყურებენ და გზნობ მაგასაც მე რომ როგორც გამოცდილი ფეხბურთელი ვარ. და რა, მაგრამ ეხლა შიგნიდან არ ვზნობ რომ აი გამოცდილი ვარ, უფრო ახალგაზრდებისკენ ვარ. მაგრამ ზოგადად ისე ვარ გუნდში, ყველგან სადაც ვიყავი, ძალიან კარგად ვარ გასახდელში ყველასთან და რა ვცდილობ რომ ეხლა აბუს თქვათ რომ დაჭირდეს, არ ჭირდება პრინციპში, ეგ იმიტომ ყველასთან კარგადაა, მაგრამ რომ დაჭირდეს, ვცდილობ რომ დავეხმარო რა ყველაფერში. იმიტომ რომ მე მქონდა ეგ გამოცდილება რომ აი თქვათ რომ მოვედი ახალგაზრდა ვიყავი, პოლონეთში რომ გადმოვედი, კვე მყავდა და მეხმარებოდა ყველაფერში. და თუ როდის მე დაჭირდა ვინმე ჩემი დახმარება, მე სულ ვიცი უკვე როგორ დავეხმარო, იმიტომ რომ კვე მანახა მაგალითი და რავი, ამას არ ჭირდება ყველაფერი კარგადაა. კარგად დავიწყეთ. რატო უნდა მოემზადოთ რა იყო? ბარძო მოამზადეთ, ბარძო. ბარძო ხოძეა სულ. ბარძექსა ხოძე. ბიჭო, თქვენები შეგიჭრიათ ვატყობში. მოიმზადეთ ხოძეა. შენ გიხდება ამ პლანზე, აი. ზუკას უხდება? გაჭედა. ისეთი რაღაც საკითხები. რა ინტერნეტია. ზუკა მე მგონი ბიჭო ზუკას უხდება? ბიჭო, არ ვიცი, რავი. აი მიდი წერთ რაღაცებს. ხო, ეხაც წერს ნახე ა. ბიჭო. ხო. აი ხალხი ნახავთ რა, კაროჩი. ბიჭო მოემზადეთ სერიო. ეს თამაშის წინა ლაპარაკები რაც დაწუნეთ ეხა ხუჩა. არა მოვიკითხეთ რაღაც იქ და თამაში მე დაველაპარაკები თუო კარგად. აი როგორ თამაშობდებით ხა ხვალ რა. ბიჭო თანაბარს ხო მოგატყუებ ეხ 60-40-ზე ჩვენ. ის ბოლო თამაშია ლიგა 1-ში და ალბათ ფანებიც ავსე იქნება. თუ ამ სტადიონზე მე რო ვიყო მაშინ ლიგაური თამაში იყო ნიკაუტასთან და ბოლომდე თავში არ იყო, მაგრამ ვიცი რომ კაი ფანები ყავთ და აი როგორ არის ხოლმე საშინაო თამაშები ხვალ როგორ იქნება თუნდაც. აუ ძალიან კაი გარემოა რა, მართლა აი ბევრი ხალხი დადის და როცა თან კარგად ვიყავით, მოვიგეთ თამაშები, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, მაგრამ ეხლა პარიზთან თამაში სულ რთულია. რთული თამაში იქნება და იმედია ჩვენ ახლა 1-1-0 გვაწყობს და ესე დიდ გუნდთან ვეცდებით რომ მოვიგოთ გასაგებია, მაგრამ თამაში როგორ წავა არ ვიცით ნახოთ. თან ჩემპიონთა ლიგის თამაში ჰქონდათ გუშინ წინ. არ ვიცით ვინი თამაშებს. შეიძლება დაასვენოს ის ფეხბურთელები ვინც ითამაშა ჩემპიონთა ლიგა და რავი ნახოთ რა, არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. დღეს საღამოს ვარჯიში გვაქვს და მომზადებით. მაგრამ ვფიქრობ რომ ანუ უფრო ესეთი გახსნილი თამაში იქნება რა. იმიტომ რომ ხა ძალიან შემტევი გუნდი არის PSG და ჩემი აზრით ჩვენც გვექნება რაღაც კარგი მომენტები, ხო, რომ ჩავждეთ ძალიან და გვიყვარს ანუ ბურთი თამაში რა. ანუ თვითონ მწვრთნელსაც უყვარს ეგეთი ფეხბურთი და ვფიქრობ რომ გვექნება მომენტები და უნდა გამოვიყენოთ ახლა რა, იმიტომ რომ ახლა ზეღან ლენსი ვახსენე და ანუ პირველზე არის ახლა ლენსი და მაგ გუნდს მოუგეთ ახლა სახში თან ისე რომ ვაჯობეთ მაგრად და ვფიქრობ რომ მომენტები ახაც გვექნება რა. ბიჭო ნაკრებზე მინდა ვთქვათ. და შეგა დავიწყოთ შეიძლება. რატო იყო 2025 წელიწადი წარუმატებელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის? ვფიქრობ, იმიტომ რომ ზოგადად კარგი პერიოდის მერე მოდის ცოტა ისეთი რთული პერიოდი ევროპის მერე რთული იყო, იმიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება იყო და რატომღაც ჩვენც და ხალხმაც დაიჯერა ის, რომ ჩვენ ახლა всё აი ამ დონეზე ვარ და სულ ესე დონეზე ვიქნებით, მაგრამ არ ვარ სტაბილური გუნდი. იმიტომ რომ ბევრი ახლა ახალი თაობა მოდის, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები ვართ. და ეგ არის პრობლემა, რომ ჩვენ ვცდილობთ რომ
შევქნათ ეგ პროექტი და ალბათ სტაფიც და ყველა ცდილობს რომ სტაბილური გუნდი, კაი დონის სტაბილური გუნდი გახდეს საქართველოს ნაკრები. და ნაკრები, ანუ ამ ევროპის მერე ჩვენ ალბათ ნახეთ რომ შევცვალეთ ტაქტიკა, შევცვალეთ სტილი, ვცდილობთ უფრო ბურთით ვიყოთ და მაგას დრო ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ რო გადავიდით თქვათ ევროპამდე 5 წელზე, მაშინაც პრობლემები მქონდა, სანამ კარგად არ შევთამაშდით და კარგად არ გავიგეთ რას გთხოვ, რაზეც ანუ რას შვებოდით რა უნდა და ჩვენს გამწვანელს თქვათ. მაგას დრო ჭირდება და ეხლა რო გადავერთეთ იმაზე რომ ჩვენ ბურთი უნდა დავიჭიროთ, ცოტა ვიჭირს დაცვაში და ეგ უნდა დავაბალანსოთ, დავასტაბილუროთ ჩვენი ნაკრები და მე ვფიქრობ რომ ეს წელი არის ის რომელიც შემდეგ ტურნირებზე შევქმნით ისეთ ნაკრებს რომელიც იქნება სტაბილური და იქნება აი რა ვთქვა შვეიცარია ვთქვა ან ავსტრია ვთქვა ეგეთი ნაკრები რომელიც სულ ბრძოლობს და სულ ვიცით რომ აი რთულია მაგ გუნდებთან თამაში. მეგობრებო, სტადიონისკენ მივდივარ. უკვე მალე მივვალ სტადიონზე და მოგეთ საქართველოს პატარაო ყველას იცნობს და საქართველოს კი არა პლანეტაა პატარა რა აი ქართველი ნინუცა შევხვდა მეცის ქუჩებში და მითხრა რომ ავტობუსში ვიყავიო. Yes. და დაგინახე და ავტობუსიდან ჩამოვედიო რომ მე ნახეო და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. აქ სწავლობ, როგორც შენ მითხარი და რომ მოგვიყვე, რამდენი ხანი აქეთ ხარ და მოკლედ, მე ვქვია ნინო, მაგრამ ყველა მეძახის ნინუსას. კი ბატონო. და აქ ვარ უკვე დაახლოებით 4 წელი ხდება. სწავლობ იურიდიულზე. კი ბატონო. ნანსიში, აქ არის ქალაქ ფორძე. რომელიც მიშონი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტად რა, სამაგეთში. აქ ქართველი ფეხბურთელები ხა აქ ყავს გიორგი წიტარიშვილი და გიორგი აბუაშვილი. მანდა იყო გიორგი მიქაუტაძე და აქ ფანების დამოკიდებულებაზე რო გითხრა ქართველი ფეხბურთელებს მართან ჯორჯი ძალიან უყვარდათ ეხა აქ და შენ რა ის აქ რა ქვია. ანუ ჩემი აზრით ინფორმაცია. არ მარტო ჩემი აზრით. ანუ მთელი მეცელები აი ასე რომ ვთქვა, ანუ ფეხბურთის ფანები და გულშემატკივრები, ანუ აღარებენ გიორგის დღემდე და მისტერიან ასე ვთქვა. და ანუ ხშირად მეკითხები რომ აი ნინო სადაური ხარ და ფრანგები და როცა მეუბნები რომ ქართველი. ქართველი ჟორჟ მიკოტაძე. კი. და ანუ ალბათ ესეთ საამაყო მომენტია რა რომ ძალიან საამაყო კი მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ არის დაბადებული და გაზრდილი. ანუ გიორგის აქ ანუ რაღაც ასე მგონი ქართული სრული შენარჩუნებული რა. ათქო თავის მშობლების ამსახურებით. და ძალიან რა ვიცი რა ამაყი ვარ კი რა თქმა უნდა. C'était un des meilleurs joueurs du FC Metz quoi. C'était un pilier et puis ça restera l'icône du FC Metz. Il y a encore du travail pour atteindre le niveau de Georges mais ça va. Ça il fait partie des meilleurs que le FC Metz ont eu. Pour moi. Mikotadze en général c'est un des meilleurs attaquants pour moi d'Europe actuellement. Il l'a prouvé parce qu'au FC Metz où il y avait des difficultés, il arrivait à mettre des buts. À Lyon, il a réussi à finir alors que c'était compliqué de remplacer Lacazette. Et là, à Villarreal, il fait un bon début de championnat. Donc, il y en a un qui joue plus que l'autre. Je ne sais plus exactement le nom, je ne veux pas l'écorcher, mais c'est pas mal. C'est intéressant à voir sur le long terme, quoi. Je lui souhaite bonne continuation dans sa carrière et qu'il aille le plus loin possible. Voilà. Et pourtant, je suis supporter de l'Olympique de Marseille, mais j'aurais bien aimé qu'il signe à Marseille qu'à Lyon, mais bon, c'est un Lyonnais, donc voilà. Alors, pour Georges, ça restera le roi ici. Hein. Dans tous les cas, ça a été notre joueur et c'est toujours notre roi. Hein. On a toujours l'espoir qu'un jour il revienne. Et les deux nouveaux, pour l'instant, c'est encore un peu comme ça, mais il y a des choses à faire. Hein. On a bien vu là, il y a quelques matchs, ils nous en ont claqué un. Donc ils vont monter en puissance, je pense qu'ils viennent d'arriver. Ça va monter en puissance. Et puis là en France, on voit bien que maintenant on tape sur la Géorgie. Hein. On fait venir tous les Géorgiens, donc c'est qu'il y a quelque chose à faire et que c'est des bons joueurs. Hein. À Georges, bravo pour ce que tu fais.
Ouais, Georges. Bravo pour ce que tu fais, puis j'espère que tu auras une super carrière. Ouais, Georges. C'est son ami. Eh ben tu lui diras hein, Ouais, Georges. qu'on l'aime, et qu'on espère qu'il va réussir encore hein, pendant des années. Hein. Ouais, Georges. უკვე სტადიონზე ვართ. ესე რომ ვთქვათ, ჯორჯი მიქაუტაძის სახლში. ესე შეიძლება ამ ადგილას თქვა, სადაც მის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი გაატარა სტადიონის სიმფონიანი, უამრავი ემოცია მიუნიჭებია ამ სტადიონზე ხალხისთვის. ნაძვის ხედა გვიდგეს უკან. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთია, მადლობას ვუხდით მათ ჩვენი გორჩი დგომისთვის. ახლა კი დავალოთ ფეხბურთელებს, რომლებიც მალე უნდა მოვიდნენ სტადიონზე. მორიგი ქართველი მეგობრებო, ქართველებს რა დალევს საყვარელს ნებისმიერ წერტილში. მოგესალმებით, გაგვაცანი შენი თავი და ამდენი ხანია აქ ხარ, როგორც ვთქვი, ძალიან დიდი ხანია. გამარჯობათ, მოვესალმები შენ მაყურებელს დიდი სიყვარულით. მე ლევანი ვარ ქარდავა, დიდი ხანია ვცხოვრობ მეცში და ძალიან დიდი ხანია შევმატკივრობ მეც გუნდს. მიქაუტამ სანამ გიორგი ჩამოვიდა და მანამდეც ვიყავი გუნდის შემატკივარი, მაგრამ მიქაუტაძე რო ჩამოვიდა, უფრო და უფრო რავი, არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია სახლში, რასაც ქვია. გასვლაზე არ სადავყოფილო, სახლში სუაქავა. რა თქვენი ადგილი გაქვს ხო იქ? ჩემი ადგილი მაქვს სპეციალური, სულ იგზივარ. და რავი, გულშემატკივრობ ჩვენ და ბევრი ფეხბურთელი გეყოლებათ აქ მე ნახე. ძალიან ბევრი, რავი, ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ძალიან ბევრი. ქართველ აი მიქაუტას სიყვარული მეცში როგორია და თუ ქართველები თქვენი დანახული თუ ამდენი წელი აქ ცხოვრობთ? 12 წელი აქ ვცხოვრობ. მიქაუტაძე ძალიან პატარა იყო რომ ჩამოიყვანეს. მიქაუტაძე მეცისთვის, მე ახლა სამსახური ძალიან ბევრი ფრანგებთან მაქვს შეხება. მიქაუტაძე მეცის გუნდისთვის არის როგორც ხვიჩა იყო ნაპოლიში თავის დროს და რავი, ეხლა შეიძლება ესეთია. ლეგენდაა რა. ხო და ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, პირადად მე ძალიან ბევრ ფრანგს ვიცნობ, ვისაც წიტას და აბუს მოლოდინი აქვს, ისე ცოტა რომ დიდი იმედი მაქვს რომ ახლოს მივიდე. დღეს როგორ თამაშობდებით? მეცისკენ ხართ ალბათ. რავი, როგორ გითხრა? ქართველებისკენ ვარ რა უფრო. ისეთი თამაშია რომ ასეთ თამაშზე რო არ მოხვიდე დანაშაულია. ჩვენი ქართველები თამაშობენ ჩემ ქალაქში, სადაც ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ და ძალიან მიხარია რა, აი ამ დღეს რომ მოვესწარი. ძალიან დიდ ნატრულობდი ამ სტადიონზე რომ ქართველები თამაშობენ და სამი ერთად წარმოიდგინე, აი რავი, ჩემთვის არის როგორც ახალი წელი დღეს. მადლობა დიდი. შენს გისურვებ წარმატებას, кайფობს გისურვებ და რავი, ჩვენც. აი ხაით ასე.
მატჩი დაიწყო, რაღაცა კარგი გახსნა ჰქონდა თამაშს, როგორც ნახეთ. წიტა სასტარტო შემადგენლობაში აბუდაკვარას გამზიარიან. ხუჩას და კიდე რამდენიმე ფეხბურთელს ასვენებენ, მეტიც ხუჩას არ გამოსულა გახურებაზე. ალბათ ჩიგნით გახურდა გასახდელში. შეიძლება თამაშის მიხედვით მიეცეს რაღაც წუთები სათამაშო. საკმაოდ კარგი ატმოსფეროა სტადიონზე, სავსეა და ნახოთ თამაში დაიწყო და რა მიმდინარეობით წავა, თქვენთან ერთად ნახავ მეც. პირველი ტაიმი დასრულდა 1-2-ს აგებს მეცი და გასაკვირია რომ მთელი ტაიმი PSS-ს ჰქონდა უპირატესობა და ძალიან ლამაზი გოლი შემოგთავაზა და შედეგი მეც ტაიმის მიწულს და თამაში დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო მათთვის. მეორე ტაიმში ველოდებით მოედანზე ყვარას და აბუს და ნახოთ პირველი ტაიმი ძალიან გამორჩეული მიუხედავად რომ 3 გოლი გავიდა, რაც გამორჩეული არ იყო. ნახოთ იმედი მეორე ტაიმი ჩვენთვის ქართველებისთვის უკეთესი იქნება. მე 80 წუთზე წიტაი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა ულამაზესი გოლი. თავი აი 100% ვიდეოს გოლი იყო, მარცხენა შევიდა, გაათამაშა კაპიტანთან ბურთი და მარჯვენა ბექი ულამაზეს გოლი გაიტანა წიტავს. წყინვალე მატჩი აქვს. მე 80 წუთზე 2-3 ძალიან კარგი თამაშო ესწრებით. წინ დარჩენილი 10 წუთი და ვნახოთ რა გველოდება თამაშის დასკვნით ნაწილში წიტას გოლმა ძალიან გაგვახარა და ფანება ძალიან დიდი მუხტი მიიღეს. ეს რა იყო? ციტა სამწუხარო ანგარიში თქვენთვის, თუმცა შენ კარიერაში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ულამაზესი გოლი თამაშზე რა სიტყვი და რაბეარ ყოფილი ხარ მსოფლიოს ევროპის ჩემპიონთან ესეთი თამაში. რთული თამაში იყო, რა თქმა უნდა, ვიცოდით ესეთი თამაში რო იქნებოდა. ვეცადეთ არ გვეთამაშა მათაც თამაში, ცოტა ვცდილობდით დაგვიპრესინგა. მაგრამ ალბათ სწრაფი გოლი რო გავუშვით, თან ორი გოლი რო გავუშვით ბეტამში რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვანახეთ ჩვენი ხარისხი, რაც თქვენ თამაშამდე რო გელაპარაკე, ჩვენ გვაქვს ხარისხი და ვცდილობთ ფეხბურთი ვითამაშო და რაც შეეხება ჩვენ თამაშს. მოტივირებული ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს თამაშების თამაში ყველა სურს და ფენი რაც ვიცი და ერთი წავედით გამომივიდა გოლის გატანა, მაგრამ სამწუხაროდ წავედით. შეიძლება ითქვას რომ ეს იყო შენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლები არ გაკლია, ყოფილა ძალიან ბევრი გოლი, თუმცა შეგვიძლია რომ ტოპ გოლებში გავიყვანოთ. კი, რა თქმა უნდა, თან ესეთ თამაშში, თან ესეთ ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე საუკეთესო გოლი იყო, ჯერჯერობით და იმედია ბევრი მექნება ესეთი გოლი. ჩვენ მე მანდეძით ხარ რომ შენ ხარ ის ტიპის ფეხბურთელი, რომელიც რაღაც დროს საჭიროებს ადაპტაციისთვის. შეიძლება ითქვას თუ არა რომ უკვე გრძნობ ფრანგული ფეხბურთის პულს. რაც სავარია გრძნობ და როცა ნდობა არის, მაშინ უფრო მალე ადაპტაცია არა ეგეთი რთული გენდობიან და რა ყველაფერში გეხმარებიან და მეც ვცდილობ ჩემი მხრიდან დავიხარჯო და ალბათ ვერც საფასებს ჩემს შრომას და რო ვიხარჯები ეს მომენტიც მიქმნის რა. თამაშ შემდეგ შენ და ყველა ლაპარაკობთ რა გითხრა? არაფერი ისეთი ის რა წარმატება და რავი. სამი წავედი ლაპარაკო და
მადლობა ყველას. ხუჩა თამაშგორში აფასებდა ციტას გოლზე რას გვეტყვი ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა. კი, რავი, ციტას თამაში პირველი წუთებიდან ისეთი მაგარი იყო, რავი. ეხაც ულოცავ აქედანაც, წეგანაც მიულოცე და რავი ძალიან მაგარი ეგრე უნდა გააგრძელოს ჩემი აზრით და აქვს იმის უნარი, რომ ყოველ თამაში იგივენაირად ითამაშოს და წინია როს უკეთესი და უკეთესი ყველაფერი მას და რა ვიცი, ძალიან გამიხარდა იმის მიუხედავად, რომ ჩემ გულს გაუტანა, გოლი გაიტანა, მე მოვიგე და რა ვიცი, ჩემი აზრით ყველაფერი იდეალურად დასრულდა რა. 2025 წელს როგორ შეაფასებდი წლის ბოლო თამაში იყო ჩემპიონატში, დახმძული წელი გამოგივიდა და კვარასთვის როგორი 2025 იყო. რავი, ალბათ საუკეთესო 25-ში მოვიღო ლიგა. ალბათ საუკეთესო წელი იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაში, ბედნიერი ვარ რომ მომიწია ამდენი წარმატება და ძალიან ბედნიერი ვარ იმის მიუხედავად რომ იყო რაღაც ცუდი პერიოდებიც ნაკრებში ის ოცნება რა ვიხდი რაც მქონდა, მაგრამ ჩემს ყველაფერი წინა უნდა გავაგრძელო შრომა და ყველაფერი ისე იქნება როგორც მინდა, მაგრამ იმის მიუხედავად მაინც დადებითად შევაფასებდი 25 წელს და იმედია რომ უკეთესი წლები მექნება. ის ვისი მაგალითად ესაუბრე. ბიჭო, პარკოლას. მადლობა და წარმატებებაში. Well, I think last match of the year 2025 and a year incredible for us, unbelievable because we won almost every single trophy and today it was a difficult match like always when you play away and I think we controlled the match and the two times that we were in advance the two goals they scored two great goals and we were in difficulty and we suffered at the end of the match. Quara is one of the best players that we could shine last year. He came in the January and yeah, I think he became one of the best strikers that we have. He scored, he assists, his personality and his character on and off the pitch. I think he needs encore. He needs also to improve because we are very ambitious with him, but we are very happy to having him in Paris Saint-Germain. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი მეციდან დასრულებულია, იმედია. ისი ამონეთ ამ ვიდეოთი, გთხოვთ არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება, ჩვენი არხის გამოწერა, კომენტარების დატოვება. ახლა კი აი მე სადურზე მივდივარ, საიდანაც პარიზში წავალ და იქიდან დაუბრუნდები საქართველოში. მადლობა რომ უყურეთ ამ ვლოგს. მოგდებით თქვენს გამოხმაურებებს. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე აბა დროებით.